დილამშვიდობის ძვირფასება როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? ესაყურებმა ჩქა ლიკა შავი ფერის არის გოდეს კლასელის დედა მომიტანა პატარა რგოლებია მაგრამ მოდი აბა გავიკეთოთ მეკონაო დიდი იყო და ჩემი რო ნახა რო უფრო დიდი იყო მაღაზიიდან მოვედი გოდი გავაცილე და მაღაზიაში ვიყავ მოკლედ გქონდეს ახლა დღეს ეს ორი დონატი მოიტანე ერთი ადასთვის ერთი დედასთვის ფაისთვის ჩემ თმებს არ შეხედოთ დაბანილი მაგდა ნახეთ უშნოდ რო დავწეგი ვერ იმასქენი ორი სტაფილო ვიყიდე დანარჩენი ეს არის კარტოფილი ამას იქეთ არ წავიღებ იმიტომ რომ უნდა გავაკეთო საჭმელი ეს ქლორი ვიყიდე ერთი ცალი ვერ მოვახერხე მოსვლა ვიდეოებიც რო დევს მან გუშინდელი არ არის გუშინძე ხამი რო კატავებს ის არის და შილერ მოვახერხე მოსვლა ვერც ლაივი და ვერც ისე ადას ნაციტურები იყო ჩემს ჭიქას იქტოვებ ხოლმე თუ გამოვიყენებ ყელი მტკივა ვისხურები იმას რა ქვია მაგრამ მაინც ანგინა რომ აქვს რამდენი ხანია ვეუბნებიან რომ ამას საჭრელი მაგრამ მაგაზე ვერ მოვიცალე რომ ამოვიჭრა და დავისვენო მაგრამ არ ვიცი მერე კი არიან დასვენებულები ვინც ეგ მოიშორა ისინი ეს ჩემთვის რო გამოვაცხე ის არის უკვე გაფხიკინებულია აი ესეთ ანუ ცხელი უნდა იყოს რომ მივირთო ხო აქ მიდევს ტანსაცმელები ბავშვებს რო ჩავაცვა ეხა გავამზადებ ამათაც ბაღში წავიყვან მე ანა მარიას დაბადების დღეს გოდეს კლასელს გუშინ მომიტანე საჩუქარი ოღონდ დასკოჩილია და როგორ გაჩვენოთ არ ვიცი ვერ გაჩვენებ ფიქრობ დასკოჩილი მაქვს უпростоრედ იქ შემიფუთეს იმიტომ რომ ამას ყუთი არა აქვს აი ესეთი წარმოდგენა რო გქონდეთ გეტყვით აი აქ თებშივით რომ მოჩანს ეს ვაზა არის და აქ რაღაცაზე გოგო დგას ფრთებიანი აი ესენი არის ფრთები გაშლილი და რაღაც თვლები აქ იქ აი ესეთი არის და გაჩვენოთ ახლა კიდე გუშინ მოვიტანე და წყალში მიდევს ნახეთ აი ბოთლში
აი ესეთი შებუთვით. ხო, ეს თაიკული 7 ლარით ვიფასებო. გოდეს და მათეს ეკნებათ დღეს იმ გოგოსთვის თაიკული. მათესი გარდისფერში გავაკეთებინე. ძალიან ლამაზია. მე ის მომწონდა უფრო, მაგრამ გოდემ მე ეს მინდაო და გოდემ ეს საერთია, ასე რომ ორივე ძალიან ლამაზებია მართლა. მაგრამ მე ხო იცით ვარდისფერები ძალიან მიყვარს და ამიტომ ვითომ ვარდისფერი უფრო მინდოდა და მინდოდა გოდესაც ვარდისფერი მოწონებოდა, მაგრამ მე ესო თქვა და ვეცი პატივი ბიჭის გადაწყვეტილებას. ხო, ეხა ფაფა უნდა გავაკეთე ფაფას და ამათ მერე ჩავაცმე. ოღონდ ამაში იმედი არ მიმეწდება. მეშინი ამათი გამოყენება. მითხრეს ეს რო ვიყიდე, ეს არ არისო იმის რა ქვია საჭმლის მოსამზადებელი. ამაში შეინახავო მაცივარში ან რამე. აი ესე მითხრეს. მაგიტოა რომ ფუჭდება, ანუ საჭმელს რო ვამზადებთ შიგ და არ ვოფრთხილდები მერე მე. ხომარილია კაცო. შაქარს წააგავს. ეხლაც ასე რო არ მოსულიყავი და დაველოდოთ მას გავისწორებ ამ რაღაცას. იმას გავიკეთებ, რა ქვია, მაკიაჟს მეთქი. მე შეიძლება ვერ მოსულიყავი და მოვედი. ეხლა მოკლედ ერთი მალაკო დამრჩა კიდე. მაგ სპეციალური საჭრელი და მე ვერ ვამოღამებ მაგით. ასე ჯერ არ მიწვალია ამის გახსნას. დასხვიძავს გასახვისებელი არ იცის. მარტო გეგას გავაღვიძებ და იგანი.
ოდესას მისთვის რატო არ ქონდა. წყალი მაქვს მე ახლა. მაგრამ ვერ მოვასწრე წამის ზამებას. მოკლედ კაი მივხედავ და ზამերը დავყრე. ხაბადოს უყურეთ. კაი გოგო. თმა ჯერ არ გავიკეთებია. ჯერ საჭმელს მივხედავ და მე გავიკეთებ თმას. მოითხოვა თვითონ დედიკო ფაფა მინდაო. ყოჩა ხდე. როი ხელსაწმენდები არ დამამიწყდეს და წავუყო. ამას უყურეთ მასთან. საერთოდ არ არის, სულ შეჭამა. ვინც მე ვიცნობ, იცით რომ მე ფაფებს არ მივიხმევ საერთოდ. და ეხა მithumetes სხვა პერიოდი მაქვს არ მივიხმევ. მიყვარს ბრინჯის კი, ოღონდ მარილი. ხოდე და მორჩა მეტი არა. მოვედი ბაღიდან მოვედი ეხლა. წყალი არ არის. კიდე შევა მოწმე. არა, ხეთხითებს და всё. ხმერთთ მან როგორ მაქვს. მოკლედ. სკოლაში უნდა წავიდეთ ისევ და თან როგორ მალე გადის ეს დრო ხმერთოდი დებულო. ბაღში ვრჩები ხოლმე ცოტა ხანს. იმიტომ რომ მე ადას რო გამოვეპარო ცოტა ხანი ტირის მე მგონი გულიც წდება მერე ჩემზე. გამაცხელებ. ცოტაზე გამაცხელებ კიდე. გაცილებული. საცმელები უნდა გავფინო. საჭმელს გავაკეთებ მეთქი, მაგრამ წყალი არა მაქვს. მოკლედ რაც მაქვს იმას შეჭამენ რა გავაკეთო აბა. მეც ვერაფერს ვერ ვიზამე ხა და იმას წავიღებ იქით ამოსარეცხი რო ჩავყარე ის ქვაბი და ორი თებში, არა ერთი თებში და ორი ჭიქა. ეგ მიდევს ისევ. всё. ყოფნის. ამას დავვლევ თორე რომ ვერ ვასწრებ ამის დალევა. ის ორი ზედიზედ რო დავლიე, ისე კარგად ვიყავი რომ რა ვიცი. ძალიან მომიხდა უცებ. ეხლა კიდე ნახეთ. просто ამას უყურეთ. ვერ წუდება იქამდე რომ ასე დავიჭირო. მოხანიც ადრე მოვა. ლოგინი დავალაგებ, ხოლოდ ეს მოვასწარი ახლა. გასაფენიც მაქვს. ცალკე რო შევყარე და ვითომ ჩავთე არ ვიცოდი მე წყალი რო არ იყო. მე ისევ გამოვთე, იმიტომ რომ გავიგე მანქანა როგორც უჭი დამუშავა მეცეცები. ამას რო დავლევ. ყელზეც იმდენად არ მდგება და ცხვირი ცოტა უკეთესად მაქვს.
თმის გასწორებასაც ვერ მოვასწრებ. ასე რომ მოკლედ არ ვიცი. ტელეფონიც დასატენი მაქვს. ფაზლებს აწყობდნენ. მასწავლებელმა მითხრა, დღესაც მითხრესო. გეგა არ ვიცი ინგლისურიო თუ გერმანულიო რაღაც ენაზე საუბრობსო და ვუთხარი რომ ინგლისური იქნება თქვენ, იმიტომ რომ გერმანულს საერთოდ არ უსმენენ ესენი. თუმცა ზოგჯერ რაღაც ენას კი, მაგრამ არ ვიცი გერმანულია თუ რომელი ენაა, ვერ გავიგე, კიდე რაღაც სხვა ენასაც უსმენენ. მაგრამ უფრო მეტად ინგლისური. საუბრობს ნახეთ, მაგრამ როგორ არის იცი, რომ კითხო რომ ქართულად მაგალითად ეს მაგალითად ვეტყვი, დედიკო ყურძენი ინგლისურად როგორ არის, არ გეტყვის, მაგრამ რომ აჩვენებდა კითხავ ეს რა არისო, მაშინ კი პასუხებს ინგლისურად. ვერ გავიგე ეგ რა არის. მილია იანვარიც. ძალიან მალე გადის დრო. თებერვალი, მარტი, აპრილი, ივნისი. კიდე 5 თვე სკოლა. მოკლედ ქსერო ასლები დამავიწყდა, მოკლედ მუხასი მაქვს მარტო მისატანი, ბაღში, თეატრის ფული 3 ლარი არისო, მაგრამ 2 ბავშვი ყავს და ამიტომ მხოლოდ 3 ლარი მოიტანეო, მითხრა უფროსმა, ვინც არის მან. ორივეს ყოფნისო. სამშაბათს ყოფილა თეატრი, ასე რომ ჯერ არ მივიტან, იმიტომ რომ იქნებ მე არ მოუწიოთ მისვლა. იმედია მოუწევთ და წავლენ ბაღში, მაგრამ აი ეს ცხვრის გაჭედები რო აქვთ, მაგიტომ ეშინია მეც. დღეს გეგასაც ჰქონდა ცხვირი გაჭედილი. მოკლედ ესე, შობილთა კრება გქონდა გუშინ. რა ვიცი, სამირა მასწავლებელმა ძალიან შეაქოგოდეს. მე ხო ვიცი კი, არ არის ეხლა გოდერძი საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ არაუშავს. ცოტა რაღაცას მე შემდეგშიც გააგრძელებს. თავარია მათემატიკაში კარგად არის უკვე, თავისით გააკეთა გუშინ რაც მივეცი დავალება, ანუ რაც მასწავლებელმა მისცა, სულ თავისით გააკეთა. მეზობელი გოგოც მყავდა ქვედა მეზობელი და ისიც უყურებდა, რომ სულ თავისით აკეთებდა. სხივზე მუშაობა უჭირს, მაგრამ სხივის იმით ანგარიში. მაგრამ ისე იცოდეს ანგარიში და ეს სხივი ძალიან აუცილებელია, არ ვიცი მოკლედ. ამიტომ ამას იქეთ-იქეთ კიდე დახვეწავს, მე მგონი. ცალკე გავუკეთე სხივზე ანგარიში. იმ ფურცელზე რა ქვია, თაბახის ფურცელზე დავხაზე და მე გავაკეთე რა და მე მივეცი. სხვა რა გზა მქონდა. მაგალითები გოდენ დაწერა, მე ეს დავუხაზე, როგორც იყო გასაკეთებელი ნიმუშის მიხედვით მე გავაკეთე. ვაღიარებ. ცხრილის მიხედვით ასეულის დაფაზე იცის, ძალიან კარგად. რა ვიცი, გუშინ რაც ჩვენი ჩუვლებრივად მიკეთებდა,
ასე რომ არ ვიცი ხალხო სკოლაში იბნევა, თუ არ იბნევა, თუ რას აკეთებს, არ ვიცი. მაგრამ მასწავლებელმა შეაქო, სანიმუშო მოსწავლე მყავსო. ამას მე არ მიყვარს ტრაბახი, ვინც იყვნენ ყველა გოგოები ისმენდნენ, რომ ესე მითხრა კოდეზე. კალიგრაფიაც შეაქო ძალიან ლამაზად წერსო და მეგობარ გოგოს უთხრა, ანუ კოდეს კლასელზე უთქვია აი ეს და კოდე მიიღო თავის თავზე. ვეუბნები, დედიკო ნახე, დაჩხაბნილი და რო არ შეამოწმაო, კოდესაც თვალი რო გადაავლეო, ვიციო ყველაფერი სწორი ქონდაო და იმ მშობელს უთხრა, რომ შენ შვილსო ვეჩხუბეო, გეტყოდაო, ანუ ესე სიტყვით, რომ ცოტა წერა გამოასწორეო, დაჩხაბნილი გაქვს და ასე შემდეგო და გეტყოდა ალბათ მოგიტან და ამბავსო უთხრა. ხო და მე უთხარი ეგ არაფერი კაცო, იმიტომ რომ მეც ვეუბნები კოდეს ზოგჯერ მათემატიკაში რო ჩქარობს, რიცხვები უფრო მინდა რომ გამოასწოროს და ქართულშიო ძალიან შეაქო, რომ ანუ არავინ არ მყავსო, რომ ესე ლამაზად წერდესო. აი გოგოს გაუჭირდებაო, ისე ლამაზად წერსო. თქვენც გაჩვენეთ, მოკლედ, ხო გაჩვენეთ მაშინაც და მართლა ლამაზად წერს. ვცდილობ, რომ ლამაზად ვაწერინო. კარნახშიც რო აწერინებს რაღაცა, ხო ხედავს. ერთმა გოგო მითხრა დღეს ჩვენ სკოლაში არ არის, მაგრამ ვიდეოში რომ მიყურებს თურმე მეგონაო, რომ შენ უწერდი მეგონაო, ისე ლამაზად ქონდაო დაწერილი, მაგრამ კარნახში ჩვეულებრივად მასწავლებელმაც ხო ნახა თუ როგორ ლამაზად წერს, ასე რომ არა, ქართულში გამორიცხულია არ დავუწერ. მათემატიკაში კი როცა ძალიან ეზარება ის მაგალითების ჩატანა, შემიძლია ხოლმე რომ რამოდენიმე მაგალითს მე ჩაუტან, ხელი დამიღალა, ასე ისევ რომ დაიწყებს და ანგარიშით ყველაფერს თვითონ ვაკეთებინებ, არ ვეხმარები საერთოდ. თუ ანუ ვცდილობ რომ ილაპარაკოს და ისე იანგარიშოს, თუ სიტყვაზე გავიგონებ რომ ეშლება, არა დაფიქრდი, არ იჩქარო. ეგ არის და ჩვეულებრივად მიყვება მერე ფიქრში გონება ეხსნება. ასე რომ ეს იყო და ეს ძალიან კმაყოფილი ვარ მე მაგალითად სამი მასწავლებლის სიტყვებით კოდეს მიმართ. ხო და კოდეს უთხარი, დედიკო, მსგავს რაღაცას რო გაიგონებ მაგალითად, ხო უნდა შეხედო მასწავლებელს, ან ვისეუბნებ, ან და შენც კითხე გემრიელად, მას მე მეუბნები, თან რამე მსგავსი, ხო შეგიძლია რომ მასწავლებელს კითხვა დაუსვა. რასაც ვერ გაიგებს, შეგიძლია მასწავლებელს კითხო, რო გაგაგებინოს მერე უფრო უკეთ თქო და ასე რომ ცოტა საუბარი იმას ქენი თქო მასწავლებელთან. დიალოგი გამართოს მასწავლებელთან ეგ მინდა. თუ რამე მაგალითად, რომ აი გარკვეული კონდეს და ტყუილად არ დაწყდეს გული, ძალიან გულდაწყვეტილი რო იყო. მაშინ და თურმე კოდეზე არ ქონია ნათქვამი, თუმცა ნახე მასწავლებელმა რო იცოდა მაგალითად ჩვენს ლამაზად რო წერდით და ესე ჩქარა რო წერდით და ჩხაფნიდით, ჩვენს გვეუბნებოდა ნახე ლამაზად წერ. ასე რომ რატომ არის დაჩხაფნილი გამოასწორე. რა ვიცი მე მაგალითად არ მწყინდა ეს და ვცდილობდი ყოველთვის რომ გამომესწორებინა, თუმცა საკონტროლოებში ყოველთვის ხუთიანები მქონდა კალიგრაფიაში. ხო, ესეთი ამბები იყო სკოლაში, მეტი არაფერი. დიდი დროც არ გქონია, თუმცა მე ისეთქმაც მინდოდა ვთქვი. ხო და ესე. იმიტომ რომ მე არ მიყვარს ხოლმე აი ვიღაცას რაღაცა ვთქვა, რომ აი ეს უნდა ვთქვა და მე რომ არ ვიტყვი, უნდა ვთქვა. არავისთან კონფლიქტის მომხრე არა ვარ, არაფერი, ასე რომ ჩვეულებრივად როგორც აგერ საუბრობ ხა თქვენთან, ისე ვისაუბრე იქაც. ვუთხარი, აი ეს რა თქმა უნდა, მაშინ ვიდეოშიც გაჩვენეთ და ეს ვუთხარი, რომ ესე ნაწყენი იყო, არა, გაბრაზებული იყო, უფრო თქო და ფურცელიც კი გაუხევია, რომ ესე მეთქი და არაო, კოდეს გამორიცხული არ ვეტყოდიო, იმიტომ რომ ესე რო გადავხედე თვალი შევავლეო, სწორად ქონდაო ყველაფერი დაწერილი და ვერავინ ვერ ასწრებსო სწორ პასუხებსო. კოდერცისო და მეგობარს მეუბრუნდა და იმას უთხრა, გეტყოდაო შენი შვილიო, რომ აი ასეო.
ვეჩხუბეო და მოგიტანდა ალბათ ამბავსო. რომ გამოასწოროს ცოტა ვეჩხუბე რა, ეხა არ არის ისეთი მართლა, რომ იცოდეს ყვირილი ან რამე, ეგეთი ქალი არაა, ძალიან თბილი ქალია, ჩვეულებრივად აი როგორ გითხრა. რომ შეხედავ ისედაც იმდენად სითბო მოდის იმ ქალისგან, რომ რამე რომ მქონდეს აი მაგალითად შვილმა ამბავი მოგიტანოს და სათქმელი, რომ დაგავიწყებს ადამიანს, მაგრამ მე არა. გოდეს ნათქვამი რო ქონდა, ვუთხარი, დედიკო, ვეტყვი მასწავლებელს დაველაპარაკებით ხო და შევუსრულე, რა თქმა უნდა, ვუთხარი და ეს იყო პასუხი. ამის თქმა მინდოდა. მოკლედ ესე ჩემო ძვირფასებო, წავედი ახლა მე დაგემშვიდობებით. აქ ნამცეცებია, ამას გავაკეთე თორე იქ დალაგებული მაქვს. ერთი დილით რო კავრეცხე ისინი იქ ვიდეოს უნდა გავფინო, ვერ მოვასწარი, ესენი წავიყვანე და მოკლედ ახლა უნდა გავფინო, სანამ ზე არის და მოვასწრო. 15 წუთი უკლია. წავედი აბა ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. ძვები.